Სამების უფასო მაყურებლებო დღეს ორშაბათია და ტრადიციულად გვექნება კვირის ანალიზი. გასული კვირა საკმაოდ მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის. ვინაიდან პოპულარული ბრიტანული მაუწყებლობის BBC-ს საგამოძიებო ანალიზმა, რომელიც ეხებოდა საქართველოში ქიმიური იარაღის მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენების სავარაუდო გამოყენების ფაქტის გამოძიებას, გამოიწვია ძალიან დიდი საერთაშორისო რეზონანსი და რაც ყველაზე მთავარია, ვიტყვი პირდაპირ თავზარი დასცა ჩვენს მოქალაქეებს, ყველას, ვინც აქვს ცხოვრობთ საქართველოში, რომ ჩვენ გვყავს თურმე ხელისუფლება, რომელიც ეჭვმიტანილია 21 საუკუნეში საკუთარი მოქალაქეების მიმართ ქიმიური იარაღის გამოყენებაში. მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, უიარაღო მოქალაქეების მიმართ, რომელიც თავის განსხვავებულ პოზიციას გამოხატავდნენ ცენტრალურ პროსპექტზე თბილისში. იმდენად დაიბნა ხელისუფლება, რომელსაც აშკარად მოულოდნელი იყო ასეთი დატყმა გარედან, თან ავტორიტეტული მაუწყებლობის მხრიდან, რომ ჩვენ ვისმენთ ერთი კვირაა და ეს გრძელდება სრულ აბდაუბდას ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებებს. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გომელაური გამოვიდა ყველაზე პირველი და ეს მხნედ და რიხით განაცხადა, რომ ეს ნივთიერება, რაზედაც BBC-ში ცნობილი ამერიკელი ტოქსიკოლოგი პროფესორი ჰოლშტეგე ამბობდა, რომ სავარაუდოდ ეს არის კამიტე, ანუ ქლორბენზილ ციანიდი ქვია ამ ნივთიერებას, კამიტეს ეძახდნენ ფრანგები და იყენებდნენ მას პირველი მსოფლიო ომის დროს, სამხედრო ოპერაციების დროს. არის საშინელი მომწამლავი ხუთავი აირი, რომელიც ხანგრძლივად აზიანებს ცელმსადენი გადის ეფექტი აქვს, ოღონდ ხანგრძლივი ვადის დაზიანებით, როგორც თუ ის იქნება ფაქტობრივად მოხდება ფილტრებში, აზიანებს ფილტრებს, შეუძლია შეშუპევაც კი გამოიწვიოს. ფაქტობრივად თუ მოხდება საყლაპავი მილის მეშვეობით, ანუ ნერვთან ერთად გასტრო აი ამ ენტეროლოგიურ ტრაქტში ადამიანის, მაშინ აზიანებს შიდა ორგანოებს. თუ ის კანზე, თვალის ლორწოვან გაცზე მოხდება, იწვევს მათ ანთებით პროცესებს, წვას და აღწევს შიგნით ორგანიზმში კანის მეშვეობით, რაც სერიოზულ ცვლილებებს იწევს, მათ შორის ჟანგბადის მიწოდებას აფერხებს, იმიტომ რომ ის უჯრედების დონეზე ზემოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე და აკლდება ჟანგბადი როგორც თავისთვის, ასევე გულს და ეს იწვევს შესაბამისად ციანოს, ანუ ნაკლებობას ჟანგბადის სისხლში და არის ერთი სიტყვით ძალიან მძიმე დამაზიანებელი ქიმიური ნივთიერება, რომელსაც აიგივებენ ქიმიურ იარაღთან სპეციალისტები. ფაქტობრივად გომელაური გამოვიდა და დაადასტურა, ჩვენ ეს ნივთიერება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეძენილი 2007 წელს მან ასე დაადასტურა, ანუ ვანო მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში იყო და მას ასე ვთქვათ იყენებდნენ ამ პერიოდის განმავლობაში და შესაბამისად მან დაადანაშაულა ამაში წინა ხელისუფლება და ისიც კი თქვა ხატოვნად, რომ კატა გამოთხარეს, როცა BBC-სთან ითანამშრომლეს და შესაბამისად ეს საკითხები დაიწყეს. ერთი დღის შემდეგ გამოიყვანეს ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი და მან უარყო წინა მინისტრის ეს ჩვენება ჭყალებში თუ აღიარება და თქვა, რომ არასოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს არც წინა ხელისუფლების დროს და არც ახლა
ეს ნივთიერება კამიტე საშიში აკრძალული ნივთიერება არ შეუძენია და ჩვენ ასეთი რამ არ გქონია და არ გამოგვიყენებია. ფაქტობრივად პრემიერმა კობახიძემ დაადასტურა იგივე, თქვა რომ კამიტე არ ყოფილა გამოყენებული, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და უშიშროების სამინისტრო იძიებს და გვეტყვის დაველოდოთ გამოძიებას და ყველა პასუხზე გაგცემთ, ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს. გუშინ უშიშროების სამინისტრომ, ანუ 5 დღის გასვლის შემდეგ გამოაცხადა ძალიან ხნედ, რომ დავასრულეთ გამოძიება, არ აღმოჩნდა არავითარი აკრძალული ნივთიერება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეძენილი არც ადრე და არც ახლა. ჩვენ მართალია ურევდით წყლის ჭალში, რომელსაც ვასხამდით დეკემბერში თავზე ჩვენს თანამოქალაქეებს, ურევდით ქიმიურ ნივთიერებას, მაგრამ ეს ქიმიური ნივთიერება იყო CSC, ანუ from სუბუქი გაზი, რომლის გამოყენება სხვა ქვეყნებში ხდება და ვიყენებდით გამხსნელს, მათ დაასახელეს პროპილენ გლიკოლი, რომელიც უფრო სუბუქია, ვიდრე BBC-ს გამოძიებაში იყო დასახელებული, იქ იყო ქლორობენზილ ეთანოლი, რომელიც ძალიან მძიმე შხამია და მიწარმოუდგენელია მისი გამოყენება ადამიანების წინააღმდეგ. ეს დაადასტურეს, რომ ეს ქონდა შეძენილი 2009 წელს იდო საწყობში შინაგან საქმეთა სამინისტროსი, მაგრამ არ გამოგვიყენებია, სხვა გამოვიყენეთ. თუმცა რაიმე დამადასტურებელი, რომ გამოძიება ამოიღო დოკუმენტები, ხელშეკრულებაში წერია ეს, რომელიც შეძენის ხელშეკრულება ხომ უნდა არსებობდეს, ბატონებო, ხომ უნდა არსებობდეს კონტრაქტი, რომლითაც საზღვარგარეთ შესყიდულმა რაღაც ნივთიერებებმა გადმოლახა საზღვარი საქართველოსი, დასაწყობდა შინაგან საქმეთა, ანუ სახელმწიფომ შეიძინა და სახელმწიფოს დაწესებულებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საწყობში ინახებოდა ერთ-ერთი ქვედანაყოფის განსაკუთრებული ოპერაციების თუ განსაკუთრებული დანიშნულების რაზმის დანაყოფის საწყობში ინახებოდა. არა, ასეთი კონტრაქტი არ გვაჩვენეს, არ წარმოუდგენიათ არანაირი ხელშეკრულება, არც შიდა დოკუმენტები, ვიზე გაიცა ეს, რატომ ვყვები ახლა ამას? ამ საშინელ ფაქტს აქვს ორი ასპექტი. პირველი ეს არის ჰუმანიტარული და მთავარი, ყველაზე მთავარი და მტკივნეული და მეორე არის სამართლებრივი. ჩვენ ახლა ორივეს განვიხილავთ და დავიწყოთ აი ჰუმანიტარული. არის ადამიანთა სერიოზული ჯგუფი, ჯერ კიდევ არ ვიცით რამდენი, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე ვიცით, რომ რამდენიმე ასეულზე მეტია, რომელიც სერიოზულად დაზიანდნენ. მათ აქვთ თავის ტვინის, გულის, შიდა ორგანოების, კანის, ფილტვების დაზიანებები, რომელიც ერთი წელი გავიდა გასვლის მერე არ აილაგმა, მათ ექიმებმა ვერ უშველეს და თხოვენ ექიმები, რომ დაგვისახელეთ ის შხამი, რამაც მოგწამლათ, რომ შესაბამისად შევძლოთ მისი ორგანიზმიდან გამოყვანა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვადგენთ და დღემდე არ არსებობს, არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს ტექნოლოგია, რომ აი ეს ეგრეთ წოდებული უკუ ფორმით, ანუ ორგანიზმში ჩატარებული კვლევები დავადგინოთ, თუ რა შხამმა გამოიწვია მოწამვლა. უნდა ვიცოდეთ აუცილებლად შხამი, რომელიც მოხდა ორგანიზმში, რომ შესაბამისად ექიმებმა შეძლონ ანტიდოტის შემუშავება, ანუ სპეციალური ნივთიერებების შეყვანა ორგანიზმში, რომელიც გამოიყვანს ორგანიზმიდან ამ შხამს. ხელს შეუწყობს ამ პროცესს. არა, შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 წელია თხოვდა დაწყებული სახალხო დამცველიდან, რომელსაც ორჯერ მიწერა, რომ დაასახელეთ ნივთიერება, რომ გადავარჩინოთ ადამიანები. არა, არ დაუსახელებია. BBC-ს ამ სკანდალური გამოძიების და აქ ატეხილი
ძალიან დიდი აი ესეთი ნებათა ღეულის შემდეგ ჩაატარეს ეს გამოძიება ბჭყალებში 5 დღიანი ბატონებო დაუკვირდით და გამოაცხადეს რომ ჩვენ არანაირი აკრძალული ნივთიერება არ გამოგიყენები ეს არის CS რომელსაც ყველგან იყენებენ და მართლაც ასეა CS არ არის ის ნივთიერება აი მეაქცევთ ყურადღება ჩემი ტელემაყურებლებო რომ CS არ იწევს არც ფილტრების შეშვებას არც თვალების ისე გადაგვარებას როგორც ეს ადამიანები ნახეთ ჩვენ ტელევიზიით რა ჭირდათ ამ ადამიანებს თვალებს არც კანის იმსახის დავწრობას როგორც დღემდე აღენიშნება უამრავ ადამიანს არც გასტროენტეროლოგიურ პრობლემას და რაც თავარია არ იწევს ფილტრებში იმ მოვლენებს და ჩვენ ნახეთ ერთ-ერთი ასეთი დაზარალებული რომელიც ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს ის მუშაობს დიდ სატვირთო მანქანაზე მცხოვრად და ის აღწერდა მისი ინტერვიუ მოვისმინეთ რომ მას სისხლი წასკდა და ძლივს უშველეს ძლივს ჩაუცხეს ექიმება და დღემდე თხოვენ დაასახელოს რომ ის იყო მოწამლული ანუ სისხლები მას სისხლი წამოვიდა იმიტომ რომ ფილტრებში კაპილარები დასკდა და თხოვდნენ დაგვისახელეთ შხამი რომელსაც თქვენ ჯანმრთელი ხართ ანუ ეს არ მომდინარეობს თქვენი რამე ქრონიკული დაავადებიდან და დაგვისახელეთ ის რეაგენტი რამაც მოგწამლა ვერ ასახელებს რომ არის ათ იცოდა რომ მოწამლული იყო უბრალოდ აი ამ სისხლდენამ ის აიძულა მისულიყო კლინიკაში ახლა ერთი წუთი დაუკვირდით რომ ასეთი შეიძლება იყოს 1000 1500 3000 იმიტომ რომ იქ 100000 ადამიანი იდგა ბატონებო ვიდექით ყველა ვისაც გამოგვაცხეს ეს წყალი და ამ ადამიანებმა ისინი შეიძლება მკურნალობდნენ დადიან ოფტალმოლოგთან დადიან პულმონოლოგთან ანუ ფილტრების დაავადების მკურნალობენ დადიან შესაძლებელია გასტროენტეროლოგთან რომელიც ფაქტიურად შიდა საყლაპავი მილის და აი ანუ გასტროენტეროლოგიური ტრაქტის აი ამ ორგანოების მკურნალობა მაგრამ მათ არ იციან და არც აქვთ ეჭვი და არც ქონდათ რომ ისინი მოწამლულები არიან, იმიტომ რომ არავის არ უთქვამს ეს მათთვის. თავრობა უარყოფს და ყოველთვის რომ ჩვენ არ გამოგვიყენებია ქიმიური ნივთიერებები და შესაბამისად ეს ადამიანების დადიოდნენ და ვერ შველოდნენ ამ ვერც თვალების, ვერც გაღიზიანებას, ვერც კანის, ვერც შიდა ორგანოების და ახლა თქვენს რომ ეს არის CS. CS-ის ინსტრუქციაში პირდაპირ წერია რომ ის გაღიზიანება, რომელსაც ეს სუბუქი გაზი იწევს შემდგენ 30 წუთი გრძელდება ბატონებო. მაქსიმუმ 30 წუთი. შემდეგ ის ნეიტრალდება და ჩვენ განგზობადი ხასიათის ხანგრძლივ დაზიანებას ამ შემთხვევაში როცა CS-ი გამოიყენება არ ვიღებთ, არ ვღებულობ. ანუ ასეთი გაზის გამოყენების ფაქტი არ ემთხვევა იმ სიმპტომებს და იმ მოვლენას და ფაქტს და იმ შედეგს, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ გაზის გამოყენების შედეგად. ჰუმანიტარული თვალსაზრისით ჩვენი ხელისუფლება ჩადის საშინელ დანაშაულს. როდესაც იმის ნაცვლად რომ ადამიანებს უშველოთ, რომ მივცეთ ზუსტი და ქიმიური ფორმულა თუ რა მოწამლა ისინი, დღესაც პოლიტიკურად ვეთამაშებით. რომ თუ აღმოჩნდება რომ არ არის CS-ი გამოყენებული და ამ ადამიანებს ამ ფორმულით უნგრუნალებენ, რაც CS გააჩნია. ჩვენ შეიძლება მივიღოთ ამ ადამიანების მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება. ხო წარმოგიდგენია? თავრობას ეს არ აღელვებს, ოღონდ თავი იმართლონ. ოღონდ ისე ასე ვთქვათ BBC მოატყუო, ან საერთაშორისო გამოძიება მოატყუო. ფუჭია ბატონებო ეს ცდელობა, ვინაიდან ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია იმ თუნდაც არის ასეთი ყოფილი შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ დანაყოფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ვისაც ებარა ეს შეიარაღება GDD-ში, ანუ განსაკუთრებული დავალებების დეპარტამენტში, ლაშა შერგელაშვილი, რომელმაც დატოვა ქვეყანა 22 წელს და ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს და ის ადასტურებს და იმან BBC-საც დაუდასტურა ეს და დაუდასტურა ასევე ჩვენს ჟურნალისტებს, რომელიც მას დაუკავშირდნენ, რომ ნამდვილად იყო მათ საწყობში ქიმიური ნივთიერება კრისტალის სახით, მან დასახელება არ იცის და იყო გამხსნელიც. მან ვინაიდან ის საწყობი მასებარა და თვითონ იყო ამ გაყოფილების დანაყოფის უფროსი,
BBC-ს მათი მოთხოვნით წარუდგინა ზედნადები ნუსხა ნივთიერებებისა, რომელიც იყო ამ საწყობში. და იქ არის ორი კოდი, ერთი UN 34-39, ეს არის სატრანსპორტო დანიშნულების კოდი, რომელშიც შედის ეს კომიტე და შედის CS-იც, ორივე შედის და შედის სხვა ნივთიერებები. და მეორე კოდი იყო 1710, რომელშიც შედის ტრიხლორეთანოლი, ეს საშინელი გამხსნელი, ხსნარი. ანუ ნამდვილად დასტურდება დოკუმენტით, რომელიც წარუდგინეს BBC-ს ხელთააქლესა, რომ ეს ორი კოდის ნივთიერებები იყო საწყობში ამ GDD-ს პოლიციაში. უბრალოდ მთავრობას, ჩვენს მთავრობას დარჩა ხრელი, რომ 34-39 სქრეშ არის რამდენიმე ნივთიერება. და ეს ნივთიერება იმ ზედნადებში დასახელებული არ არის. უბრალოდ არის რაოდენობა, რომ იყოს შეძენილი ასეთი შუშის 1 ლიტრი 1 კილოგრამიან კილებში და იქ დასახელებული არის რაოდენობა 660 ერთეული. მაგრამ რა იყო კონკრეტულად, რისი ფხვნილი იყო? ხო, იქ წერია powder, ანუ ფხვნილი, მაგრამ არ წერია რა იყო კონკრეტულად. აქ და მეორეში უკვე 17-ში აქ უკვე ვარაუდი აღარ არის საჭირო, იმიტომ რომ ამ კოდის ქვეშ არის ერთადერთი ნივთიერება. აი ის ტრიხლორეთანოლი. ამიტომ აქ უკვე გამოსაძრომი და ძალიან ისეთი ლავირების უნდანა მთავრობას არ ქონდა და ამიტომ იქ დაადასტურებს, რომ 17-10 ნამდვილად ქონდა, ეს იყო ტრიხლორეთანოლი, მაგრამ არ გამოგვიყენებია. ეს საშინელება ჩვენ არ გამოგვიყენებია, ეს შემოვიტანა 2007 წელს. მერაბიშვილმა და იდოს საწყობში, ანუ მათი რას თქვეს, იმით ახლას იქ უნდა იდოს. იმიტომ რომ არ გავანადგურებიათ. მაგრამ აი პირველი, სადაც ლაპარაკი არის ხვნილზე. აი იქ პირდაპირ თქვეს გვაჩვენეს რაღაც სარიელი კასი ლურჯი ფერის, აი აქ 17 კილოგრამი იდო ამ კასში და თქვენ უნდა დაიჯეროთ მაყურებლებო, მოქალაქეებო, ჩვენ და ამას ჩვენ BBC-ს უნდა დავაჯეროთ ამაში, რომ აი ამ კასში ეყარა ის CS. ამ კას გარედან აწერია, რომ ნამდვილად CS იყო იქ. უნდა ყოფილიყო, მოდი ვთქვათ ასე. აბა რა მტკიცებულება ეს ბატონო? დიდი ხნის განმავლობაში ახალგაზრდობაში მომიწია გამოძიებაში პროკურორადაც მუშაობ და ალბათ ეს რო ვინმეს წარმოედგინა ჩემ გამოძიებელს არ ვიცი რას უზამდი იმას და რა გიდგენია თუ პირველ რიგში რა თქმა უნდა გამოძიებას უნდა მოეძებნა ხელშეკრულება ეს ხო შინაგან საქმეთა სამინისტრო ეს ხო არ არის რაღაც კიტრის მოყვანის რაღაც დაწესებულება სადაც შეიძლება ქაღალდები არ შეინახო შინაგან საქმეთა სამინისტრო შემოაქვს შხამი რომელსაც ჭირდება ნებართვები რომელიც არის განსაკუთრებული საერთაშორისო რეგულაციით არის განსაკუთრებული შენახვის პირობებით და განსაკუთრებული დაცვის რომ მას არავინ არ შეეხოს იმიტომ რომ მომწამლავია მას ჭირდება კამუფლაჟის ნიღბის ქვეშ მუშაობა მისი ხელში აღების დროს უნდა იყოს აუცილებლად დაცული პიროვნება ვინც ამას ეხება ის ვენტილირებული უნდა იყოს სამოეთი წუთი არის ძალიან მკაცრი რეგულაციები და შესაბამისად სანამ ეს ნივთიერება იქ არის უნდა ინახებოდეს ყველა დოკუმენტი ძალიან მკაცრი აღრიცხვის წესით ჩვენ ეს არ გვაჩვენეთ ჩვენთვის რო ეჩენებინათ ხელშეკრულება რომელთაც ეს შემოიტანეთ ჩვენ ისიც გვეცოდინებოდა რა შემოიტანეთ თუ იქ მარტო კოდი არ ეწერებოდა იქ აუცილებლად ეწერებოდა დასახელება სპეციფიკაცია მისი შემადგენლობაც ქიმიური ფორმულაც და ყველაფერის და დღეს სამკითხავ არ გვექნებოდა რომ ასეც უნდა მოქცეულიყო რა თქმა უნდა რომ კითხვები არ ყოფილიყო შინაგან საქმეთა სამინისტრო მაგრამ ასე არ უშიშროება ამჯერად მაგრამ ასე არ მოიქცა ესე იგი რაღაცა აქვს დასამალი ხო ანუ მეტი კითხვები დატოვა უფრო მეტი ამ გამოძიებამ ვიდრე გამოძიებამდე იყო რომ ისინი ისევ მალავენ ისევ უმალავენ თავის მოქალაქეებს და განსაკუთრებით ჰუმანიტარულად უმალავენ იმ გაჭირვებას შევავდნენ ადამიანებს რომელთაც დღეს აწუხებთ ეს შხამი ორგანიზმში აქვს და მოდი პირდაპირ ვთქვათ თუ მართლა გამოიყენეს ეს ორი ნივთიერება მათ შორის ეს ტრიკლორეთანოლი ის პირდაპირ იწევს
ავთვისებიან სიმსივნეს. დიდხანს თუ შხამი ორგანიზში და ეს პირდაპირ უწერია ინსტრუქციაში. ანუ ამ ადამიანებს ჭირდება სწრაფად დახმარება. ეს ხელისუფლებას არ აწუხებს. ახლა რა ასპექტია სამართლებრივი? როდესაც BBC ასეთ გამოძიებას ატარებს, ეს პრაქტიკულად ირიბად არის მიმართვა ეროვნული მთავრობისადმი, ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობისადმი, ხელისუფლებისადმი. რომ ეს არის ჩვენი ვარაუდი, რომელიც ეხნობა მტკიცებულებებს და BBC თითქმის 1 წელი მუშაობდა ამაზე, თვეების განმავლობაში. და თან BBC-ს ბოლომდე არ წარმოუდგენია ყველაფერი, რაც აქვს. იმათ გაცილებით მეტი აქვს, ეს ასეთი წესი აქვს. BBC ძალიან სერიოზული ორგანიზაცია, მათი გამოძიებო ჯგუფი მუშაობს ხოლმე მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. და შესაბამისად მათ რაღაც ნაწილი ითქვეს ამ ასე ვთქვათ ბრიფინგზე, რომელიც ჩაატარეს და აჩვენეს ფილმი, რომელშიც არის ნაწილი წარმოდგენილი ამ მტკიცებულებების. ეროვნულმა გამოძიებამ და სამართლებრივად რას ნიშნავს ეს? ეროვნულ გამოძიებას დაელოდება BBC-ც და დაელოდება ქიმიური იარაღის აგზალვის საერთაშორისო კომიტეტი, ასეულს ასეთი, რომელიც უშუალოდ ატარებს ხოლმე გამოძიებას ასევე. ეს არის ძალიან დიდი და სერიოზული ორგანიზაცია, იმიტომ რომ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად ითვლება ქიმიური იარაღის გამოყენება და ისინი მკაცრად იკვლევენ ამას. მაგრამ ისინი ჯერ ელოდებიან ეროვნულ გამოძიებას. იქნებ მთავრობას სურს თვითონ დაადგინოს თავის საგამოძიებო ორგანოები და მას ეს რა თქმა უნდა შეუძლია, პრობლემა არ არის, თვითონ ჩაატაროს ექსპერტიზები, თვითონ მოიძიოს კვალიც, თვითონ დაათვალიეროს საწყობი, აიღოს ნიმუშები, ჩაატაროს ქიმიური ექსპერტიზები, ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და დაადგინოს ყველაფერი. არანაირ სიზნელეს ეს არ წარმოადგენს. ჩვენმა ხელისუფლებამ ეს არ ქნა, ბატონებო. 10 ექსპერტიზები ჩაეტარა, 10 არაფერი არ ამოიღო. კი გითხეს რომ ამოვიღეთ, მაგრამ არ გვაჩვენა ყოველ შემთხვევაში და რატომ უნდა ვენდოთ სიტყვაზე ამ ხელისუფლებას ან საერთაშორისო ორგანიზაციები როგორ ენდობიან და სამართლებრივად გაეხმნენ შალში და რატომ? ანუ ჩაითვლება რომ ეროვნული გამოძიება ჩატარდა. ანუ ხელი ეხსნება უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ჰააგის ტრიბუნალს, რომელსაც თავისი პროკურორი ყავს და თავისი ინიციატივით შეუძლია ჩაატაროს გამოძიება, არავის მიმართვა არ ჭირდება, რომ პირდაპირ დაასკვნან, რომ საქართველოს ეროვნულმა მთავრობამ ის 5 დღიანი იყო თუ 5 წლიანი, 5 წელიც რო გაგრძელებული იყო საქართველოს გამოძიება, 5 წელი ისინი დაელოდებოდნენ, იმიტომ რომ ასეთია წესი. 5 დღეში დაამთავრეს ამათ, რომ აი აჟიოტაჟი ჩაეცხო თავიანთი ჭკუით, მაგრამ იმაზე არ დაფიქრდნენ თუ რა ჩაიდინეს. აი ამათ მიერ ამ გამოძიების შეწყვეტამ ხელფეხი გაუხსნა აი იმ კომიტეტს, რომელსაც ქვია ეს ქიმიური იარაღის აგზალვის საერთაშორისო კომიტეტი, ასევე ჰააგის პროკურატურას, რომ დაიწყონ საერთაშორისო გამოძიება. მოავლინონ აქ საერთაშორისო პროკურორი. შესაბამისად დაკითხონ ის ადამიანები, ვინც მათ უკვე იციან, აი ლაშა შერგელაშვილმა დაადასტურა, რომ BBC წარმომადგენელმა მათ უთხრეს, რომ მათ იციან, ვინ შეურია ეს ქიმიური ეპარატები ერთმანეს, ვინ იყო მძღოლი, ვინ იყო ოპერატორი, ვინ იყო ამ მანქანების უფროსი, ზედამხედველი, ვინ იყო შინაგან საქმეთა მინისტრის რომელი მოადგილე კურირებდა ამას, ყველა სახელი და გვარების ზეპირად იცის BBC ამ საერთაშორისო გამოძიებამ და ბუნებრივია BBC ითანამშრომლებს პირდაპირ ამ ჰააგის ტრიბუნალთან, წარუდგენს ყველა ამ მასალას და მათი ძიება როგორც წესი პრაქტიკა აჩვენეს მათთვის სანდოა. ანუ ჩვენი ხელისუფლება და ეს ბატონები ყველა დგანან სერიოზული საფრთხის წინაშე, რომ ვინაიდან ეროვნული გამოძიება ჩაატარეს 5 დღის ძალიან მოკლე პერიოდში გამოძიება ბჭყალებში, ახლა დადგენს საერთაშორისო გამოძიების წინაშე. და ეს გაგდუვალია ბატონები. აი ძალიან დიდი აღელვება და მღელვარება გამოიწვია ამ საქართველოში. მე არაფერს არ ამბობ, რომ მთელი მსოფლიოა მოფენილი ამ საოცარი რაღაც საოცარი ინფორმაციით, რომ ქიმიური იარაღი დაამზადეს საქართველოში და როგორ დავამზადეთ მთავრობას ვამ.
როდესაც ერთ პრეპარატს, რომელიც სიტყვაზე იგივე CS-ი ავიღოთ, რასაც აღიარებენ. მოდი გავყვეთ მათ ვერსიას. CS-ი არის CS-ი, იმიტომ ქვია, რომ C არის კარბონი, ანუ ნახშირბადი და S არის სულფური, ანუ გოგირდი. ანუ ნახშირბად გოგირდის შემცველი რაღაც ქიმიური ნივთიერება, საწამლავი, თქვათ სუბუქი, გახსნეს მეორე ქიმიურ ნივთიერებაში, პროპილენ გლიკოლში, რომელიც გაზის და აი გამხსნელი ზეთიანი გამხსნელი ან ნებისმიერ ზეთს ხსნის, მაგრამ იმიტომაც ახდენს კანზე ძალიან ცუდ ზემოქმედებას. ეს გლიკოლი და აი ეს ერთმანეთში შერეული რა მივიღეთ, არ ვიცით, რა უბედრობა მივიღეთ. მესამე ქიმიურ ნივთიერებაში, წყალში, რომელიც არის წყალბადის, ძალიან კარგად იცი, წყალბადის და ჟანგბადის ნაერთი, ხო? წყალი. ესეც ხო ქიმიური ნივთიერებაა. აი ამ წყალბადში და დამჟანგველში, ანუ ჟანგბადში ჩააგდეს, გახსნეს. და აი ეს დაგვასხეს თავზე. აი ეს შეასხეს მოქალაქეებს, ქალებს, ჟურნალისტებს, ექიმებს, ლექტორებს, სტუდენტებს, ბავშვებს, ვინც იქ იდგა მშვიდობიან მოსახლეობას გადაასხეს თავზე ტონობით. წყლის, ჭავლის მეშვეობით, მანქანის მეშვეობით, თანაც არაერთი დღე. თანაც აქ, როდესაც გამოძიება დაამთავრეს, 4 და 5 დეკემბერი დაასახელეს მარტო. და 28-დან მოყოლებული 3-მდე რას ასხამდნენ, რას გვასხამდნენ, ეს იქ ვიყავი. ყველა ჩემ თანამემამულესთან ერთად იქ ვიდექ. ჩემ შვილებთან და ახლობლებთან ერთად. რას გვასხამდნენ თავზე 28, 29, 30. პირველში 2-ში, 3-ში ამაზე არ გვეუბნებიან. არაფერს. 4-ში და 5-ში დაგასხით აი CS-ი, ოღონდ გავხსენით წყალში, გავხსენით გამხსნელში და ნახეთ, ქიმიური იარაღის დამზადება მეტი კი არაფერია. როდესაც ამ სამ რაღაცას ერთმანეთში ურევ და წარმოდგენა არა გაქვს რა შეიქმნა, რა წარმოიქმნა, რა დაიჟანგა, რასთან აი ამ ერთმანეთის შერევით, რასთან იმოქმედა და მე ამან ის შხამი გააზლიერა თუ არა, რომელიც თავიდან შეიძლება სუსტი იყო. და ყველაზე თავარი აქ არის წყალბადი, აი რაც შემადგენელია წყალში. თუ რომ სუსტ ციანიც და მძიმე ციანით შორის განსხვავებას ქმნის წყალბადი. რომ ჰიდროგენური ციანიდი, ანუ სადაც წყალბადია, ჰიდროგენი, ანუ წყალბადი. ის არის საშინელი შხამი, ის პირდაპირ კლავს ადამიანს და იმას არავინ არსად არ იყენებს. ის არ შეიძლება გამოყენებული იქნას არც ბალონში, არც არსად. იმას სალკე კოდი აქვს 10-დან იწყება და ხომ არ მივიღეთ ჩვენ აი ეს ჰიდროგენური ციანიდი. არ ვიცით. ათ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა გვიჭირავს ხელში სოფლიოში ასეთი ექსპერიმენტი, რომ ერთმანეთში გაერიოთ ეს და მე წყალში ჩაეცხადე, ადამიანებს გადაეცხადე. გენიალურმა ქართულმა პოლიციამ მოიფიქრა, იმიტომ რომ ასეთი არ ყოფილა. არის ის კამიტეს გამოყენება, რომ ფრანგები იყენებდნენ, არის რუსული კვალი ბატონებო. როდესაც რუსები ახლა ჯერ პირველ მსოფლიო ომში გამოიყენეს, ხლორპიკრინი ქვია, ასე უძახიან რუსები. ეს ხლორპიკრინი არის ფაქტურად დასავლეთში ეძახიან რუსულ კამიტეს და ახლა პირველ მსოფლიო ომშიც გამოიყენეს რუსებმა და ახლა უკრაინის წინააღმდეგ იყენებენ, ამაზე გამოძიება მიდის, განცხადებები კეთდება, 9000-ზე მეტი ფაქტი დადეს რუსებმა და იქაც ეს უბედურება ერთმანეთში შერეული, გამხსნელში და ეს ნივთიერებას არის ძალიან შხამიანი, რომელიც ხანგრძლივადიან დაზიანებას და შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგიც კი. ანუ გარდა რუსებისა, აი ბელორუსებისა, რომელიც ეხმარებიან ამაში რუსებს და საქართველოსი სამწუხაროდ სოფლიოში არავის აი ეს ერთობა, თაიგული ერთობის ამნიტერების არევისა და ადამიანების თავზე გადასხმისა არავის არ მოსვლია თავში და არ გაუკეთებია. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ რაც შეიძლება მალე ჩატარდება ეს საერთაშორისო გამოძიება, რომ პირველ რიგში უშუალოდ ამ ადამიანებს. ეს მთავრობა უნდა გადადგეს აუცილებლად და ეს აუცილებლად მოხდება დარწმუნებული ვარ, აუცილებლად, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ დანაშაულს ხანდაზმულობა არა ქიმიური იარაღის გამოყენება. ეს ასე უკვე მოინათლა და ამას უკან არემნა არ წაიღებს, თუ არ დაამტკიცებს და დამტკიცების არანაირი უნარი და არანაირი მტკიცებულებები არ აქვს. ეხლა რამდენიმე სიტყვით მინდა გითხრათ ვითარება ჩვენ წინა გადაცემაში შევეხეთ აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებს. ეს ძალიან მტკივნეული და სახიფათო განვითარების წინაშე დავდექით და რატომ? თუ წინა გადაცემაში ჩვენ ლაპარაკობდით, რომ ცხოლებმა
ადამიანებმა ვინც ამ საქართველოს მეშვეობით ტვირთის გადაზიდვაში არიან ჩართული ტვირთების თურქეთის მიმართულებით, ევროპისკენ, რუსეთის მიმართულებით საქართველოს გავლით. იჩივლეს თავიანთ ასე ვთქვათ ორგანოების მიმართეს აზერბაიჯანში, ბაქოში და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართეს, თუ საქართველოს 20 დღით, 25 დღით ერთი თვით გვიჩერებს მანქანებს ჩვენ ზარალობთ ამ ისტორიებში და ეს ფილმის, დოკუმენტური ფილმის გადაიღო ბაქომ ამაზე. რომ ამაში ყველაზე თვალში საცემი იყო ჩვენ ამას ლაპარაკობთ, რომ ეს ძღოლები ლაპარაკობდნენ, რომ გვეუბნებოდნენ დამცინავად ქართველი მებაჟეები, აი ეს ადამიანები, ვინც ამას ჩართული იყო, რომ წადით თქვენ ზანგეზურში. ზანგეზურით იარეთ აქ რას მოდიხართ. და სულად ლოგიკურად ბაქო აკეთებდა დასკვნას, რომ ეს საქართველოს ჩვენს მეგობარ ქვეყანას, ჩვენ მეგობარ ხალხს შეეძლო გაეკეთებიან მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთმა დაავალა. ვინაიდან მოსკოვი არის გასოფებული ამ ზანგეზურის მშენებლობის დაწყებით, ზანგეზურის დერეფნის, სადაც ახლა აქტიური მუშაობა მიდის, ვინაიდან ისინი ამისგან დაჩნენ მოშორებით, საერთოდ არ ჩარიეს ამაში, ეს ამერიკული პროექტია ფაქტობრივად, დაერქვა მას ტრამპის მარშრუტი. ჩართული არიან მასში ძალიან სერიოზულად ცენტრალური აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი. და რა თქმა უნდა, ისინი ღია კარის წესით საქართველოს თავაზობენ და ამაზე თავად აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შესაბამისმა მინისტრმა ელაპარაკეს, რომ ჩვენ თავაზობთ საქართველოს ამაში ჩათვას ძალიან ალალად და გულწრფელად ყველანაირი ხელშეწყობით, იმიტომ რომ ჩვენ ვაფართოვეთ მხოლოდ შიდა დერეფნის შესაძლებლობებს და რა თქმა უნდა საქართველოს ამის მდგენელი და ძალიან სერიოზული შემადგენელი ნაწილი იქნება. რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, ივანიშვილის ხელისუფლება არ თანამშრომლობს აზერბაიჯანთან, უკეთავს ყველანაირ გზას აზერბაიჯანს და ახლა მივიღეთ 2 დღის უკან კიდევ უფრო უარესი ფაქტი. აზერბაიჯანი აქვეყნებს და აკეთებს ძალიან სერიოზულ უკვე მწვავე განცხადებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ და პრეზიდენტ ალიევის გარეშე მე მას პირადად ვიცნობ ძალიან კარგად, როგორი თავშეკავებული კაცია, როგორი მას დიპლომატიური განათლება და მას ძალიან დიდი სიყვარული აქვს ქართველი ხალხის მიმართ, ქართველი ერის მიმართ და რომ არა მართლაც ყოფიდან გამოსვლა ის არ მისცემდა თავის ორგანოებს იმის გაკეთების საშუალებას, რომ საქართველოს მშვიდობას არღვევს აზერბაიჯანთან ძალიან კოხე განცხადება, რომ საქართველოს საოცარ ნაბიჯებს დგამს ნეგატიურს აზერბაიჯანის მიმართ და ასე შემდეგ. რა მოხდა 2 დღის უკან? აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაიდო ხელშეკრულება და ეს საოცრებაა და პოზიტიურია, რომ აზერბაიჯანმა უნდა მიაწოდოს ნავთობ პროდუქტები სომხეთს. წარმოგიდგენიათ ამ ომის შემდეგ. იმდენად გაუმჯობესდა ეს ურთიერთობა. მაგრამ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რკინიგზა არ არსებობს. იქნება აკეთებენ, მაგრამ ამჯერად ახლა არ არის. შესაბამისად, აზერბაიჯანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს გავლით არის ბიუკასიკი საქართველოს ტერიტორიაზე, გადამაცა და მარნეულთან ახლოს, იქ უნდა მოვიდეს მატარებელი აზერბაიჯანის შემადგენლობა, გადაიხატოს შესაბამისი საბაჟოც, მოსაკრებელიც, რასაც დაუწესებს საქართველოს და შემდეგ ამ ბიუკასიკის გავლით უკვე საქართველოს სომხეთის რკინიგზის მონაკვეთის გავლით ჩავიდეს სომხეთში. რა თქმა უნდა, მეგობარმა სახელმწიფო მიმართა მეგობარ სახელმწიფოს საქართველოს, რომ ეს ტვირთი გამატარებინეთ, თქვენთვის მომგებიანი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ გადავიხდით თითოეულ ტონაზე, რასაც დაგვიწესებთ მოსაკრებელს, თქვენ სარგებელს ნახავთ და ჩვენ კიდევ ამ ჩვენს ამოცანას შევასრულებთ. და ელოდნენ, რა თქმა უნდა, როგორც თვითონ ამბობენ, რომ საქართველოს ამას პოზიტიურად გამოეხმაურებოდა და პირიქით შექმნიდა ყველა პირობებს, რომ აზერბაიჯანელებს ამ ჩვენი ტერიტორიით ესარგებლად. და რა მოხდა? როდესაც მიდგა საქმე პირდაპირ ვერ უთხრეს უარი, მაგრამ ისეთი ტარიფი დაუსახელეს 1 ტონაზე გატარებად, რომ გამაოგნებელი იყო რეაქცია აზერბაიჯანის და მე შემიძლია ციფრები დაგისახელო. 111 კილომეტრია სულ საქართველოს ტერიტორიაზე, რაც უნდა გაევლო ამ ტვირთს აზერბაიჯანის შემადგენლობა. თითოეულ ტონაზე ამ 111 კილომეტრის გავლაში $92 დაუსახელეს ტარიფი.
1 ტონაზე. შედარებისთვის აზერბაიჯანული მედია წერს და ოფიციალურ განცხადება თქვენ რომ იცოდეთ ეს რა საშინელება გითხრა საქართველოს, ფაქტურად უარი გითხოვ. ჩვენ რო ვატარებთ შიგნით ან ყაზახეთის ან მაგათად ყაზახეთიდან რომ მოვიდეთ საკეთე 620 კილომეტრია. ანუ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რო ყაზახურმა შემადგენლობამ გაიაროს 620, ანუ 6-ჯერ მეტი ტერიტორია მანძილი. ტონაზე აზერბაიჯანს აქვს დაწესებული $17. აბა შეადარეს 100 კილომეტრზე $92 ქართული მხარის მოთხოვნილი და 600 კილომეტრზე $17 აზერბაიჯანის სტანდარტი. რა მოვიდოდათ იმ ხალხს და როგორ მიიღებდნენ საქართველოს ამ თავხედურ მოთხოვნას? ეს არის ქართული ინტერესების, ქართული სახელმწიფოს ინტერესების ღალატი. მას სხვა სახელს მე როგორც იურისტი, როგორც გამოცდილი სახელმწიფო ორგანოებში მუშაობი ადამიანის ვერ შევაფასებ. ეს არის საქართველოს აზერბაიჯანის ურთიერთობის გაფუჭებისადმი გადადგმული ნაბიჯი და ასე შეაფასეს ისწორედ ბაქოში. პირდაპირ ღიად თქვენს უკვე აღარ მალავენ ამან. და ისინი 10 იმას არ მალავენ რომ საქართველოს ხელისუფლება ამჯერად რუსეთის დავალებად ასრულებს, იმიტომ რომ ამ გაფუჭებით ურთიერთობის საქართველოს და აზერბაიჯანის შორის მხოლოდ რუსეთი ხეირობს. რომ მას უნდა როგორმე ჩაშალოს და გაურთულოს აზერბაიჯანს, გაურთულოს ყველანაირად სომხეთს ზანგეზურის დერეფნის ამუშავება. რატომ ბატონებო, მინდა ორი სიტყვით აგიხსნათ, იმიტომ რომ თავარი ხაზი რაც ქონდა ირანსა და რუსეთს, ეს იყო არა ამ დერეფნის ამუშავება, რასაც ახლა ამერიკის მეშვეობით აკეთებს. ცენტრალური აზია, თურქეთი, აზერბაიჯანის და სომხეთის ჩართულობით, რასაც ქვია ზანგეზურის დერეფანი. ეს არის აღმოსავლეთ დასავლეთის დერეფანი ეგრეთ წოდებული. პირიქით რუსულ და ეძახდნენ მას ჩtildeოეთ ფაქტობრივად რუსეთი ქონათ ხედულობაში ჩtildeოეთი და სამხრეთი ირანი. ანუ საქართველოს გავლით სომხეთში ჩასული ტვირთები იგივე ზანგეზურის ოღონდ აქ ზაჯორედინის სხვანაირად იქნებოდა. გადაკვეთა ამას და წავიდოდა ირანში, სპარსეთის ყურეში. ამიტომ იყო ალბათ თუ გახსოვთ 3+3 ფორმატი, რომელიც მოსკოვში იყო მოფიქრებული. ამას ემსახურებოდა ლავროვის რაღაცა დაძალება თუ გახსოვთ რომ საქართველოსთვის X-კამი, მაგრამ ვერ გაბედა ივანიშვილის ხელისუფლება მაინც იქ ჩასულა, იმიტომ რომ ღიად დაპირისპირება იქნებოდა დასავლურ პროექტთან. ახლა ამით გაცოფებული რუსეთი რომ ის ამ პროექტს ვეღარ გააკეთებს, იმიტომ რომ ზანგეზურში დგება ფაქტიურად ამერიკული კერძო დაცვის ეს უკვე გადაწყვეტილება მიღებული აქვს ტრამპს, რუბიო ხელმძღვანელობს ამას ყველაფერს, იქ არმიას არ ჩააყენებენ, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია როგორც ეს საერთაშორისო კომერციული პროექტი, სერიოზული საინვესტიციო პროექტი, კერძო ამერიკული კომპანიების მიერ მოვლინებული კონტინგენტით იქნება დაცული. მგლის და ტურის არ იყოს. თუ იქ ამერიკული ფორმით, ამერიკის მოქალაქეებით დადგებიან და დაიცავენ, იქ რუსი ხო ვეღარ გაეკარება ამ ტერიტორიას, ამ ზანგეზურს. აი რა აცოფებს რუსს, რა აცოფებს მოსკოვს და წარმოიდგინეთ დავალებას აძლევენ თბილისს, რომ თქვენ არაფერზე ხელი არ მოუწეროთ აზერბაიჯანს, დაუპირისპირდით ჩაშალეთ მამნებლობას ეწევა ეს ხელისუფლება ბატონებო. ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, მაგრამ ეს ახლა უკვე ზედაპირზე ამოვიდა. ახლა უკვე ჩვენ ღებულობთ ჩვენი მოძმე მეზობელი ქვეყნებიდან. რა თქმა უნდა ეს ეწინააღმდეგება სომხეთის ინტერესებსაც ასევე, რომელიც წავიდა ევროპისკენ და ამერიკისკენ, დასავლეთისკენ. ეს ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის მომავალს. აქეთ ერთი კვირა ამბობენ რომ ამერიკისკენ გვაქვს ხელი გაწვილი და კობახიძე სუამას იმეორებს რომ გაწვილი გვაქვს ხელი ამერიკისკენ. ეს ხელი გახმება. ამერიკა არასოდეს არ ჩამოართმევს იმ სახელმწიფოს ხელს, რომელიც თუნდაც მათ პარტნიორს აზერბაიჯანს ასე ექცევა. იმიტომ რომ რუსებს უნდათ ეს, იმიტომ რომ რუსებს ასიამოვნონ. სამწუხაროა ეს ყველაფერი და დღეს ვერაფერს პოზიტივს სამწუხაროდ მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა ვერ გეტყვით, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან ცუდი სიტუაციაა. ეს სკანდალი ქიმიური იარაღის ძელდება. ამას ახლა დაერთოს აზერბაიჯანთან საკმაოდ ძალიან სერიოზული დაძაბული სიტუაცია და ეს ჩვენთვის ეკონომიკურადაც ძალიან რთულია, იმიტომ რომ აზერბაიჯანი იყო ჩვენი მაშველი რგოლი, გაზის თვალსაზრისით, ნავთობის,
თუ ნებისმიერი მიმართულებით ელექტროენერგიის მაგალითად და ასე შემდეგ, როდესაც ჩვენ გასადენი აგვიფეთქა ზამთარში, შუა ზამთარში რუსმა და დაგტოვა გაზის გარეშე სასწრაფოდ მოგვაწოდა აზერბაიჯანმა დაგვეხმარა და ეს ქვეყანა რომელიც ბევრჯერ გადაგვაჩინა და მართლა ჩვენი მეგობარია დღეს უნდა გადავიმტეროთ იმის გამო რომ რუსების დავალებაა, იმიტომ რომ კრემლი გაძლევს ამ დავალებას და მე კრემლი იქნება ჩვენი მშველელი, რომელიც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და რომელიც მზად არის, რომ პირდაპირ 2 დღის წინ განაცხადა ლაროვმა, რომ აფხაზეთს არასოდეს არ დაგიბრუნენ. არც დასვათ ეს საკითხიო, მან მიმართა ოცნება. არ დასვათ ეს საკითხი, იმიტომ რომ გაზიანებთ, თქვენ ხო იცით რომ არ დაგიბრუნებთ. აი ამ ხალხის დავალებას ასრულებენ და გვეუბნებიან რომ ჩვენ ყველაზე ეროვნული მთავრობა ვართ ჭყალებში. დიდი მადლობა რომ ისმენდით. პოზიტიური ერთადერთი ის შემიძლია თქვა რომ მომავალ ორშაბათს იმედი მაქვს უფრო დაბალანსებული და უკეთესი ინფორმაციით დაგიბრუნდებით და ვისაუბრებთ. წარმატებებს გისურვებთ, დიდი მადლობა.